მაშ ასე იწყება თამაში ტიფლისსა და ფასკუნჯს შორის. ფასკუნჯელმა შეიყვანეს ბურთი გადაუგდეს მეტოქეს და როგორც მოგეხსენებათ, წითელ ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები, ფასკუნჯელები და თეთრი ფორმით ჩვენი მეტოქე გუნდი ტიფლისი. როგორც ხედავთ, ფლანგზე არის თორნიკე გამწესებული, ზურას არ ყოფნაში, ბევრი ფეხბურთელი დღეს ვერ მოვიდა და აი პირველ დატყვაც ვიხილეთ, ლევანი არის, დიახ, ამაზე მინდოდა მეთქმა, ლევანი, რომელიც ნახევარდაცვას თამაშობს, ცხრიანზეა გამწესებული, ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლია, ბევრი ფეხბურთელი ისვენებს და ძალიან გადახარჯებული შემადგენლობა და ტაქტიკაა. ხედავთ, ბევრ სიახლეს, ძირთადისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ძირთადშია ასევე კოლა. როგორც ხედავთ, ნუგო სხვათა შორის გახურება უჭირს ხოლმე და შვენივრად გახურდა. მეტირისკის თამაშში თამაშობს. კარგია, გაიხედა და გააკეთა პასი. ნუგოს გვერდს უმშვენებს კახა, რომელიც მორბენალია და ნუგოს სიტლანკეს დააბალანსებს და წინ 10-იანზე ყავს გიგა, ესაც სიახლეა. ჩვენი მწვრთნელი მეკარის პოზიციაზეა გამწესებული. აქ დევნოზამ ბურთის წაღებას სცადა იმის მაგივრად, რომ ასე ვთქვათ, მარტივი გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად შეეხო ბურთს მეტოქე ფეხბურთელი, წაურტყა და შეიქმნა ხიფათი ჩვენს კართან. ამ შემთხვევაში გადაზღვევაზე კარგად თამაშეს ბიჭებმა და მხოლოდ კუთხურია, მაგრამ ნახოთ რა მოყვება ამ კუთხურს. თამაშის ტემპი ისეთია, რომ არ მაძლევს ჯერ შემადგენლობაზე სრულად საუბრის საშუალებას. ნახოთ აბა რა მოხდება. გამოვიტანეთ. კარგი იყო ერთ შეხებით და სანდრო აწუხებს იქ. მეკარი ბურთი ვერ აწია, ნუგოს ბურთი გადაახტა სამწუხაროდ, თუმცა კახა უმალ გაჩნდა გადაზღვევაზე, აქ ვიღაცამ უნდა შეავსოს ეს ზონები. საკმაოდ შემჭიდროვებულია, 10-ვე კაცი ერთად დგას. და როგორც იქნა გამოძვრა, აქ ლევანი ნახოთ როგორ დატოვებს ბურთს. კარგი ტრიალი, კარგი შენახვა და კარგი გადატანა. ლევან, ბრავო! გელაშამ გააყოლა კოლიკოს, ისევ ჩაუბრინა. მარტივი თამაში ფასკუნჯელების ფეხბურთი. აგელაშას წინათ შეეძლო წასვლა, თუმცა ტემპის გაკონტროლებაზე ითამაშა ჯორჯი. აუწიე ხელი, აუწიე. შვენიერია. აქეთ ფლანგი უნდა გაუხსნას ვიღაცამ აქ, მაგრამ არავინ არ გაეხსნა. ამიტომ დაატრიალა და დააბრუნა ბურთი უკან. ახლა ისევ გვერდს დამიმშვენებს ბექა მუხიაშვილი, თამბნაილი ისევ გვაქვს. კლასიკური. თუმცა გელაშვილს გააყოლა აქ ბურთი. მოკლედ, თავარი რაც არის სიახლე, კარში დგას ჩვენი მწვრთნელი ალექსანდრე კარტოზია, არც ერთი მეკარის არ ეცალა და ორმაგაც ასიხარულოა ეს, იმიტომ რომ მეკარეს მოვალეობა ისედაც ააკარნახი და ახლა როგორც მწვრთნელ მეკარია, ანუ ორმაგად უნდა უკარნახოს. პირველ ბურთზე შეცდომაა, აქ კოლიკოს გადაზღვევა სჭირდება და გელაშა არ აზღვევს. სერიოზული ბიჭებია იქით ორივე. აი ზუსტად გელაშას კაცი იყო, რომელიც ეხმარებოდა და გაგვიმართლა რომ კოლიკო ორივეს გაუმკლავდა. არ გადააზღვია მეორე ფლანგელმა. კახამ კარგად გაშალა და ლუკას აქეთ ფლანგზე არ ყავს არავინ. ანუ მეორე შეტევა, როდესაც ლუკა აქეთ ფლანგზე იღებს ბურთს და არავინ არ ეხსნება რომ გააგრძელოს. ლუკა, კარგი ბიჭი ხარ. მე ვეცდები რომ თამაში არ ჩავერიო, თუმცა უკვე მინდა რომ რაღაცები ვთქვა, ამიტომ ძალიან ვცდილობ. კარგად გაიშალა შეტევა, აი თოკომ ამ შემთხვევაში მისცა პადეშკა და ზუსტად მიიღო ბურთი კიდევაც. აქ საჯარიმოა შესავსები, თუმცა ლევანი ძალიან პასიურად ჩერბის. ეს მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, ლევანი მოგეხსენებათ არის უფრო მეტად ძალიან წინავიდა გიორგი და ზონა დატოვა. ნუგო მარტოა, უნდა დაუძახოს გუნდმა. კარგია რომ მარტივად ითამაშა და რაღაცა არ მოიგონა, ძალიან მიხარია. გელაშა ვნახოთ თავის პოზიციაზეა. გაუშვა. შვენიერი. ბიჭო, რაღაც გუნდი, აი, უაზრობებს აღარ ჩადის, თითქოს პატარა ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, თითქოს მარტივად და ისე თამაშობს გუნდი და ძალიან მომწონს. კოლიკოს ძალიან დიდი გამოცდა ელოდება, როგორც მივხვდი ფლანგზე. იმიტომ რომ სერიოზული პასი გამოვიდა და სანდრომ ძალიან კარგად ითამაშა. შეაყოლა რა თორნიკეს და 1-0. არა. ენამ მიყივლა.
jinxed კომენტატორების წევლა. ნამდვილად. კოლიკო ავიდა კაცზე. კოლიკო ჭამს ჯერჯერობით იმათ ყოჩაღბიჭს. და გიკაშულმა ნუგო ნახა, ნუგომ ბურთი აიბლანდა ფეხებში. მარა გასცა, რაც ძალიან კარგია. კახას უყვარს ფლანგი და ფლანგზე გადაატანები, თუმცა აქეთ ვერ დაინახა. მაგრამ მაინც მივიდა. კიდე ერთი დახმარება ჭირდება აქ ლუკას. ნუგო შეგიძლია დაარტყა. არა. ტემპში ვერ ზის რა უბრალოდ. თორ ჩანაფიქრივი გავიგე რაც ქონდა. კახა აქ. იქით ფლანგზე, კოლიკოს ფლანგზე ვინ არის? ანუ კოლიკო ჩარჩენილია როგორც ხედავთ. მეკარე თამაშობს აქ, ვიცით. შეგვიძლია მივცეთ. თუმცა აქ უკვე კოლიკოს გამოუცხადებდი საყვედურს, იქით მათმა ფეხბურთელმა ვერ გასცა პასი, თორე ორი კაცი თავისუფლად გარბოდა. აქ ბექა ამ პოზიციაზე თამაშობს ზუსტად და დამეთანხმება ალბათ რომ არ უნდა ჩარჩეს ესე ცველი. ვერ დაინახა. ჩემი პოზიცია ვაკრიტიკო. უბრალოდ ანუ რახან ექსპერტი ხართ ამ პოზიციაზე, უბრალოდ უკეთესად გვეტყვი სად დაუშვა შეცდომა და სად როგორ. ეტონე ხა მე რო ვთქვა ეხა თავდასხმელი ვარ, იქნებ შეცდომას უშვებ და არ ვიცი, მაგრამ ბევრნი მოვიდნენ შეტევაზე, კარტოზა კარგად თამაშობს. ძალიან მარტივად ითამაშა, აქ ნუგომაც დაამშვიდა, გიგა ჩამოვიდა, გაიხსნა, რაც ძალიან მომწონს, შეცვალა მარტივად. გადმოვედით აქეთ ესე იგი. გაუშვა და თოკო აქ სახიფათოა, ერთხელ უკვე შექმნა ხიფათი. ორთაბრძოლა ვერ იღებს. ამ მეკარს ბურთის აწევის პრობლემა აქვს, ნახოთ კახა როგორა ურქინა. გიგას დარტყმა აქვს. არა. აიქნა რა. არ მეგელა შანსი მინდოდა რომ ისულოდა და მაგითო თქვი არა ანუ სულ სხვა არა იყო მაპატიეთ. იმიტომ რომ ხო მან ნუგომ პასი არ გააკეთა, ბურთი წაიღო, მაგრამ პასი გამოუვიდა. ლევანი ვიცით რომ აქ კარგად ანაწილებს ბურთს. კი. ანუ აი სწორედ ეს არის ლევანის სიძლიერე. ესე ბურთი თუ მიიღო ზურგით, შეუძლია კარწინ წინ შეიმაგროს და არ დაკარგოს ზოგიერთებისგან განსხვავებით. ჩემ თავზე მაქვს საუბარი. ანუ მიუხედავად იმისა, კარგად აყენებს კორპუსს, აი აქ ეს ჯარიმაც გამოიმუშავა. შერბენები მისი ძლიერი მხარე არ არის. ნახოთ ჯარიმას ვინ დაარტყავს. ლუკა ნახოთ. ჭობენ ახლა ვინ დაარტყავს ჯარიმას? ალბათ ჩემი აზრით ლევანი შეასრულე. ალბათ ლევანი. საავადმყოფოდ ბოლოს ლევანი დაჩავდა. გავასამიქსო? მოდი გავასამიქსოს ლევანის ჯარიმა. კარში აპირებს გონი დარტყმას. დარტყმა და ვაიმე. ეს ბურთი არ დაიკარგოს ბიჭო. ბურთი აღარ გვაქვს. ეს ბურთი არ დაიკარგოს. მორიგი 80 ლარი გაფრინდა მეგობრებო. 80 ლარი? რა მისის ამ ბურთი? არ მეტი ეხირო. აუ არც კი არავინ არ გასულათო, ვინმე ზამენა გავიდეს. თემო ბურთი გადავარდა, იქნებ მოიტანო რა. კარის უკან ხეს თანგდია. ანუ ვინც გადააგდებს იმას მოაქვს რო იყოს. კი, აი სწორად აღნიშნე. გელაშამ რატო დაუთმო ესე ეს ბურთი, რატო არ შეაწუხა ის კაცი, არ ვიცი. თუმცა ვიცი, უბრალოდ ეს გელაშას ბევრი უპირატესობა აქვს, ბევრი სიძლიერე აქვს, თუმცა ეს მისი ერთ-ერთი სუსტი მხარეა და ეს არ ახალია, უბრალოდ ამას ვერ მოვთხოვთ ისევ როგორც არჩემას 40 მეტრიდან გოლის გატანას, ხო? იმიტომ რომ ჯირის რაფია ვეს ფორმის კუნდი. არა, ვეს კუნდი, როცა ჯანმრთელი იყო არჩემა, არც მაშინ არ გაქონდა ესეთი გოლები. სამაგერო ჩემს პლეუსები აქვს. ოფსაიდი. აი წია, არ ვიცი ვიდეოში გამოჩნდება, ძალიან ხაზზე მომეჩვენა. ხურთების ეს დაზუმვა და ისა როგორც ჩანს ესე უნდა ვაკეთო. კაროჩე და არ მომწონს ეგ. მეკარეს არ აქვს მეთქი ატანის ის უნარები და აგერ ამ ხელაზე აიტანა. კარგი, აქ ნუგო პირველი უნდა იყოს აუცილებლად. ნახოთ ჟონგლიორობას მიაწვება თუ. ჩვენ ბიჭები ისე ოფიციალურს არ თამაშობენ ესე მარტივად. შეცვალა ძალიან მარტივად აქ გელაშამ რაღაც ჩარბენია რაღაც უნდა შესთავ. აი ეგ საბურთი არ აუშავს. თუმცა ინერტული იყო გელაშა უბრალოდ. რაც
შერბენი არ შესთავაზა აქ ჯორჯია მეკარე მოითხოვა ბურთი ნახოთ აბა ჩვენი მწვრთნელი როგორ მოიქცევა კარგად გადაშალა ეტყობა რომ მწვრთნელია და თამაში ესმის ნუგომ თოკო ვერ დაინახა დაუტოვდა ჩაურბინა ლუკა აქტიურად ნუგო აჯანჯლებ არა ნუ ნუგოს ინტელექტს დავაყენებდი ახლა კითხვის ქვეშ იმიტომ რომ ლევანის გაუყოლა გრძელი ბურთი და არა ლუკას რომელიც მარტო ჩარბოდა აი ბიჭებს ხოთ კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრით რა არის ნუგოს IQ ნუგოს IQ მაქსიმუმ IQ ესტიმეტი ნუგოს იქ რამდენია კი ნამდვილად ნუგოს იქ რამდენია აი 17 აწენია თურმე რაში ყოფილა სწორი აუტი გვინდა აი ახლა ხელი აიწია ბიჭები კარგად ათამაშებენ ბურთს გადმოვშალეთ აქეთ კარგი კარტოზა კარნახობს თუ გაჭედევ არ უკანო მაგრამ მაინც გაჭედვა ამჯობინა დევნოზა კოლიკოს გაიხსნა გელაშა და მიიღო პასი შვენიერია ლევანის შერბის და 1-0 ბიჭო ჩაიჭვი დავქნა იმენა და ფარსია ჩემი ორჯერ შეიძლებოდა გატანა ჩემი კარგი აბა მეკარემ კარგი ბურთი აიღო ძალიან ლევანიმ შეირბინა სხვათა შორის და ეს დასაფასებელი ძალიან მომწონს ლევანის თამაში ცხრიანზე რაღა დაგიმალოთ და საკმაოდ ისეთი ცხრიანია თუ ესე შეირბენს ხოლმე მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს კოლა ვნახოთ რას მოიმოქმედებს ნუ აქ უბრალოდ არ გაურისკა რა მოკლედ მოდუნდა თორე შეელო იქ უფრო მეტი კონფიდენსით თამაშით კოლას გადასვლავა სჭირდება და კოლა მისდევს გიჟივით კარგია დაბრუნდა კოლა თავის პოზიციაზე ნუგომ შვენიერი სიჩქარე განავირჩა შეავსეს ბიჭებმა პოზიციები უკვე პოზიციურ შეტევაში გადმოვიდა და კახა აწუხებს ძალიან კარგად აი არ უნდა გაძოს და ლუკა ჩაჭრაზე კარგია ლევან აი აქ ანუ წინ ვერ გაიქცა მაგრამ ნახეთ ოპა აქ აღარ მithქვამს არაფერი ეს უფრო არ იყო 100% ლუკა საღოლ ძალიან მაგარი იყო საღოლ ლუკა ერთადერთი რაც ვიტყოდი ოფსაიდი მომეჩვენა ბოლოს ხმარა მომიღია კი ნუ ვიდეოში გამოჩნდება ნახეთ ლევანი თითქოს უნდა თავიდან გაქცეულიყო არ გაიქცა მაგრამ ლუკა მისცა და ლუკა გაუშვა წინ და მერე შერბინა წინ ანუ კომბინაციურ თამაშია საკმაოდ ძლიერი და არა შერბენებში ბელა შემოვარდა გიჟივით დაინახა თოკო რომელმაც გახვრიტა მაგრამ გოლი არ გავიდა თუმცა დარტყმა იყო გახვრიტა სტილის დარტყმა იყო ძალიან კაი პასი იყო არ ვიცი თამაშგარის ზღვაზე ვთამაშობთ არც ეს მომენტი არ ვიცი იყო არ იყო თუმცა საკმაოდ კარგი იყო გელაშას ესე ვთქვათ 100% თავისუფალი საპას კანდიდატი არ ყავდა გააჯანჯლა ბურთის გაცემა რითიც ისარგებლა თორნიკემ შეერბინა სველებს უკანდა ნუ გვავიდა აქ ორი კაცი ავიდა ერთ კაცზე და იმათი კაცი ამ ორ კაცში გაძვრებოდა რომ არა კახას გენიალური თამაში და ისევ ნუ გვა ბურთით დატოვა თოკოზე გიგა კახა კი არა და გიგა ყოფილა ბოდიში გავათამაშეთ ნუ გოწინ წადი პირიქით გიგა ოპა გაშალა ნუ დევნოზას არ უყვარს მარტივი გადაწყვეტილებები ოპა ბიჭებმა ბურთი გააგორეს ანუ ანუ მინდა გითხრათ რომ ამ შემთხვევაში იმიტომ არ უყვირი ვარ რომ თქვი არ ვიყვირებ მეთქი უბრალოდ ბიჭები არ მაძლევენ ყვირილის საბაბს თან ნახეთ აი სასტვენამდე თამაშობენ არა ეხა ძალიან უბრალოდ უკან დახიათ ყვილა ჩემი აზრით ეხსნებოდნენ წინ ვიღაცები კარგად კოლიკომ ცოტა სუსტი პასი გააკეთა თუმცა ავიდა თვითონვე და გამოუსწორა იქ გელაშა ისევ პასს თუ გააკეთებს კოლიკოზე კარგი იქნება რატო წავიდა ორ კაცზე როცა სამნი ეხმარებოდნენ მაგრამ ნუ სათამაშო ეპიზოდია ეხა იმ მომენტში ესე ჩათვალა საჭიროდ
შვენიერი, ჩემი სათქმელი თქვა კარტოზ ამ კარტოზო მიყვარხარ. მოდი სუმეკარე იყავი რა. მე მგონი ბიჭები კარგად იმიტომ თამაშობენ რომ კარში კარტოზ ადგას და აქ ლევანი რას აკეთებს. ქება მაწყინა. ხელი შეუშალა უბრალოდ ჩვენ გუნდს. ბიჭებმა კახას ჩაწოდებები რა თქმა უნდა. გაუტარებს, აბა რა, ეს უკვე გიგას პოზიცია. არისო აფსაიდი არისო და 1-0. არისო აფსაიდი. იმათი მარჯვენა მცველი იყო მე მგონი ჩარჩენილი რომელიღაცა. არ გავდა ოფსაიდს. მართლა არ გავდა ოფსაიდს. ვიდეოზე ვნახავთ. მაინც. მაგრამ მე მგონია რომ სადღაც 90% დარწმუნებული ვარ რომ გიგასგან არ ველოდებოდი აქ პას რა კარგად შეურბინა თოკო. საკმაოდ კომბინირებულად თამაშობთ ბიჭები. რაღაც მე მგონი გუნდის ძირითადი გამოიკვეთა. რას ფიქრობთ ბატონო ბეკა? მაშინ მე წავედი გუნდიდან. ჩვენ გუნდს დავეხმარეთ ჩვენი ტრავმებით. მე ის კუთვნილი 20 წუთს აღარ შემხედება რაც უნდა შემხედრო და თამაში არა. ოპა რა ბრძოლა წინ. გელა შაბა ვნახოთ როგორ ითამაშებს. შენ გენაცვალე. on მომე ჩვენ თითქოს ნასოკი დაარტყა. არა, ეს იყო კუთხურია. ჭვინტთან კუთხური ყოფილა. ნუ საჯი ნახეთ საიდან უყურებს ახლა რა უნდა გაიგოს იქ რა. აკონტროლებს ყველაფერს. აკონტროლებს ყველაფერს. იდეალური ხედვა. საჯი ანუ რას აპირებს ტო? ანუ საჯი არაფერს საჯმა მოიგო. ანუ ვინც უფრო მეტი იყვირა იმას დაუდომ საჯმა რა. მე მინუსი აქვს. აი დავაფიქსიროთ საჯი რამდენს 23 მეტრი უკვე დაფარა საჯმა. ნუგო თამაშს არ უყურებს, დავაფიქსიროთ. შეიყვანეს ბურთი თავისუფალი ყავდა, ყოლა ავიდა და ყოლას უკან ცარიელს ივცია. აი ესე არ უნდა ხდებოდეს რა. მე საჯი ნუგოსთან ერთად შევინებ. კი. ნუგოს უკვე საჯზე მეტი მანძილი დაფარა. რატო? პასი გაუძო. ხო არა, ყველაზე სარისკოდ და შეცდომებით მაინც ისევ ნუგო გამოირჩევა. გამოირჩეოდა. გააგრძელე. ბიჭებს დრო გაყავთ. თოკოს გაიხსნა, ანუ ზურა გახდა. თქვენ ხედავთ ზურა თორნიკე გაბლიშვილს. თავარი კაცია აშკარად. თამაში ზურა გუნდა და გამოიკეთებდა ხასიათს და გაიტანდა. რავი, ანუ ვერ გაიტანდა. ახლა თოკომ რამდენი პასიც გაკეთა, მაგდენ პას თამაში არ აკეთებს. დეპრესიაში შევარდება. ის მაგია. არ ვიცი. ზურას დასვენება უხდება და არა ვარჯიში. აგე მილიონი კაცი ეხსნება კოლიკოს ეს აბავნა კაია ცოტა დააგვიანა მართლა კარგი თოკო სად დაინახე ჩარჩენილი რო იყო საღოლ კი მაგას ვიძახი საღოლ თქო ნუ ელაპარაკები ბიჭო ნუ ეხა მაგ მაინც არ აბა თუ მიიღებს კვარაცხელია სპონჩი მართლა კარგად დაინახა ეხა თოკო იქით კრაიზე რო იყო ჩარჩენილი ოპა ეს ვინ იყო ნუგო რაღაცებს ინდომებს როგორც ჩანს მაიგერით გადააგდო ბურთი აუტოზე ოპა კახამ აბა თუ შევცვლით ფლანგს შევცვალ ფლანგი და გიგა წინ უნდა წავიდეს გიგა წინ უნდა წახვიდე ყოლა თავს თუ აწევდა გელაშას თუ გაუშვებ ვახ შენი კარგიც თოკო შეასრულებს და შტანგი და რო არ მივიდა და აქ ლევანის მივიდა ბურთი რომელიც შენი აი არ უნდა დამესვა კითხვაში ასრულებს უნდა მეთქვა 2-0 ჩარხან უგუ პენალს უტყვა აბა ნუგორას იზავს
არ დაუძახეს ბიჭებმა ერთმანეთს, თუმცა აქ ბურთით გელაშა დარჩა და აბა ვნახოთ როგორ იბრძოლებს. დაკარგა ბურთი და ეხა მოძუნძულებს, არ მოყვება იმათ კონჩეტევას, ძალიან ორიანი გელაშ შენ აქ. ისე ჯორჯი თუ გადაგვარჩენს, ჯორჯი გადაგვარჩენს. მოგვაძლო ჯორჯმა ბურთი, როგორც მოგავნა. სამწუხაროდ გელაშა უშუალო ბრძოლაში წაართვეს ბურთი და თავიდან კარგად იბრძოლა, მაგრამ მე აღარ ჩამოყვა და ეს არ მომწონს. როდესაც ესე მოდიანის გავუშვებული კონჩეტევაზე უნდა ჩამოვყვეთ რა, ვინც არ უნდა იყოს რა. თემო არიტირო, თემო. გოლი გაიტანა ჩავხანოღლუ. მაგრამ მაშინაც 2-0 აგებდნენ და მე გაიტანა. სადღაც 4-2 მოიგებენ რა. ხარსა მოიგებ? ხო. ეგეთი გუნდია. ხო, გამბექები ოსო. და გამოიწყო და გამბექები. აბა ვნახოთ კუთხურებზე თავს როგორ დავიცავთ. კახა ამბობს 2 მყავსო, აბა ვნახოთ. ვინმე თუ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ კახას 2 იყოს. ძალიან ბევრი ჩამოვიდნენ, ეგრევე გამოიტანა. ყოლა, აი უშუალოდ სისხარტეში და ორთაბრძოლებში ყოლაზე მაგარი არავინ არაა, მაგრამ ხედვა აქ ცოტა, აი გააყოლებს. მუხიაშვილი გახურდიო. გელაშა პას გააკეთებს? არ გააკეთებს. გელაშა აქ პას ეგოისტურად მოიქცა. სამწუხაროა. და დავრჩი ისევ მარტო მუხიაშვილი ხურდება. ნეტავის შეცვლის. ზურას არ ყოფნაში ჰოლანდიის კაპიტანი უნდა ყავდეს და გელაშამ შეითავსა ზურაობა. უბრალოდ გელაშამ და თორნიკემ გაიყოს ზურაობა. გელაშა პასებს არ აკეთებს და თორნიკეს გოლები გააქვს. ნახოთ აქეთ ჯორჯი რას ისვავს, დევნოზა ნახოთ ამ შემთხვევაში რას მოიგონებს. აბა მაინტერესებს. უბრალოდ მარტივი პასი გაუკეთა. რა მიხარია რომ კახა თამაშობს ამ შემთხვევაში დევნოზას წინ, იმიტომ რომ კახამ გადააზღვია და ჩააწოდა და ჩვენი კარგი შეტევა მოდის, ძალიან მარტივად თამაშობენ ბიჭები. ლევანი ვერ გაიქცევა, სწორად იმოქმედა, ნუგო მარტივი პასი გასარაც. კარგი, აი მიყვარს ეს მარტივად რო თამაშობენ, აი გაინახა ცავრილი კაცი გააკეთა. გიგა საკმაოდ კარგად ეხმარება ბიჭებს. ოპა. აბა ახლა თუ გააკეთებს. არც ახლა არ გააკეთა. რა ჭირს ამ ბიჭს. ნუ თუ ზურასური ჩაუსახლდა. ვის მაგივრად შემოდიხარ ბექა? კოლიკო გამოდის. ყოლა რა ხდება? ჰა? გილოცავ ბრატ. კუთხურს არ გადაუღე, ყოლას გადაუღე. მაიცა გოლი თუ გავა ყოლას დავადებს, გელაშამ კიდევ კარში დაარტყა მოკლედ, კაი. შევეშვათ გელაშაზე კომენტირებას და ყოლას მიულოცოთ დაბადების დღე. რა ლამაზი დღეა. კარგია, გისურვებ მოგვეგოს სეზონი ძმაო. ასე შემდეგ. ანუ შემდეგ თამაშზე ტორტი უნდა წამოიღო ბრატ. კარგი. მიულოცეთ. კარგი იქნებოდა გოლით რო აღენიშნა ეს. აქ თორნიკეს სწრაფად ჩააწოდა თორნიკემ. ნუგო გაიგდე და არტყი. კარგად. ნუგოსაც შეეძლო გაგდება დაარტყმა, მაგრამ ნელია მისთვის და უკეთეს ვარიანტს იდეაში გიგას მისცა, რომელმაც შვენივრად დაარტყა. როცა ყავს ესე გახსნით ან გუნდელი, რატომაც არა. ბექა კარგად ჩაერთო თამაში, სხვათა შორის. კახამ, ბურთი არ ვიცი, მაგრამ გადაზღვევებზე კახა საუკეთესოა ამ გუნდში.
როდესაც დასაცავი სპრინტი ან ვიღაცის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება საჭირო, კახა ყოველთვის იქ არის. Save player. კახა მშვენიერი სივრცე იპოვა, კახა ძალიან კარგია. ნუგო წააგო ორთა ბრძოლა. ნახოთ რა შემოგთავაზებს და ბექა იქა რა თქმა უნდა. იმ ბიჭს ჯერ კოლა შეხვდა, ახლა ბექა კითა ფლანგი რეაქტიული ყავს, მინდა აღვნიშნო. არც ბექა არ არის საჩუქარი. წაო ნუყებ ჩემი კაი. მე აღარ ყვირი ვარ და ეხლა ძაღლი ყვირს. გავაგზავნეთ თამაში, გიგა რას ხარტია და თოკო აქეთ. თუ დაინახა და თოკო რა სწრაფია, ლუკა ჩაურბენს ახლა ჩაურბინე. დაუძახე თან. თოკამ დაიგნორა. მარა გელაშა მშვენიერი პასი გაუკეთა გელაშას. გელაშამ იდეალური პასი გაუკეთა. აქ ძალიან მშვენიერი პასი შეაყოლა გელაშამ. გიგას კარგი იყო. პოზიციებზე თუ დაუბრუნდებით, ერთიანი. ბექას წამი. კარტოზა მაინც გამოვიდა. თავიდან გამოვიდა, აღარ გამოვიდა, მე ისევ გამოვიდა. თუმცა თამაშგარი დაიდო. იყო თუ არა, ამას დამზუსტებით ვიდეოზე ვნახავთ, მოგიხსენებათ. აქ თავში ყუები ძნელია ვიხდე. ნუგო ახალს არაფერს არ გთავაზობს, აქვს კარგი მომენტები და აქვს თავისებური ნუგო მომენტები და დევნოზაც რა თქმა უნდა ძალიან მეკარე შენიშნებს აძლევს ანუ როცა მწვრთნელი კარტოზა ცოტა სხვანაირად მეტყობს და მეკარე რო არის უკვე იმწაუ მეკარევებს და ეკაჩავება უფრო მეტად ანუ ნაკლებად დიპლომატიურია მარტივად თუ ვითამაშებთ აი მარტივად თუ ვითამაშებთ ეს მაინტერესებს კარტოზა დაეხმარა აბა გელაშა გაასწრებს აქ გაიგდე და გაიქეცი რა თქმა უნდა თავისას უნდა მიურტყას უბრალოდ ლევანს ჩანაფიქრი კარგი ქონა მაგრამ განხორციელება აბა ძალიან ბევრია და ბექაც შემოწეულია თავის ფლანგზე დარჩა უი ბექა ჭამს იქ თუმცა ეს ბიჭი ნუგომ კახას დაუტოვა უკან მაგრამ კახამ ბოდი ბალანსის ხარჯზე შეძლო შემნაჩუნება გელაშას გააყოლა და აიქ უკვე გელაშას შესასრულებელი აქვს თუ შესრულების თავი აქვს აიქ უნდა შეასრულოს და არა იქ კარტოზ მერთო ჩემო რა მიხარია კარტოზა რომ ამდენს ყვირის და ლაპარაკობს მე აღარ მიწევს ყვირილი და დასვენებული ვარ შემიძლია შვიდად უყურო თამაშს აქ ნუგო და გიგა ჭორაობენ როდესაც გელაშა ძალიან ზერელად ეპყრობა გელაშა უკვე მე რამდენი მომენტს არ ვიცი რა ხდება აშია საქმე ალბათ რაღაც მიზეზი აქვს ამისთვის ჩვენი ორი გუნდელი საუბრობდა და გელაშამ ჩააწოდა კუთხური გავაგზავნო თამაში აქ ნუგომ გასცა მარტივად პასი ისევ ნუგო ბურთით ნახოთ ამ შემთხვევაში კიდევ მარტივად თამშობდა მისასალმებელია ძალიან კარგია ისევ ნუგოა ბურთით თუ გადაიტანა კიდევაც ამ შემთხვევაში ნუგო 10-იანს უწერ პადაჩა და ლევანიმ ურქინა ეს უკვე ნუგოს წყალობით, ნუგო იქიდან შემოიტანა ბურთი, მიიღო, მე დაკარგა, მე ისევ მიიღო, მე აქეთ გადავტანა, უკან მშვენიერი შეწოდება და ესაც კიდევ ერთი გააზრებული შეტევა. ამდენი გააზრებული შეტევა მე მგონი მთლიან სეზონში არ გქონია. არ ვიცი რა დონის გუნდს ვეთამაშებით.
თითქოს სუსტები არ არიან, მაგრამ აი არ ვიცი. ნუ დაცვაში ყავთ გონი სუსტი ფეხბურთელები და ინდივიდუალურად ჯობნიან ჩვენ თავდამსხმელები და იმიტომ იქნება. არ ვიცი, აბა ვნახოთ. მეკარესაც რაღაც ტრავმა აქვს. და მგონი სულ 11 კაცია. სულ 11 კაცია და ცვლილებებიც არ ყავს. ანუ ხო არ ვიცით რა ნაყარ-ნუყარი სასტავია თუ როგორი. ეგ ისევ ჩვენ ვართ პირველები. არ უნდა უძახა კახას რომ მარტო იყო და აქ გელაშია ბურთით. ჩააყოლა გიგას, აქ გიგა სახიფათოა, გიგა ყველგან სახიფათოა. ისევ გაიხსნა გელაშა. ნუ აქ ვერც გიგას გავამტყუნებ, ვერც გელაშას, იმიტომ რომ რა უნდა ეკნათ, ისევ მოსდევს გიგა ბოლომდე, აიძულა ნაჩქარავი გადაწყვეტილება მიიღო იმათიანს და ბექამ, რა თქმა უნდა, ამით ისარგებლა და დაიბრუნა ბურთი, აქ ნუგო არის. დასარტყმაზე დაუგორა გელაშას, გელაშამ გაითამაშა მოკლე, ნუგო თუ დაარტყავს ჭვინტით, თოკო შემოტრიალდა და შვენივერი და ეს იყო ბარსელონური თამაში, არსენალური, ბარსელონური რა ვიცი, როგორც გინდა დაარქვით, ამდენი მოკლე პასი, შერბენი, დატოვება, შემოტრიალება. რა ვიცი, თოკოს ვერავინ, იქ უკვე წამის მიასედებზე იყო საუბარი და თოკოს ვერავინ ვერ ეტყვის, რატო დაარტყიო, თუმცა არ მახსოვს ვიდეოში შეიძლებოდა თუ არა, კიდევ ვიღაცაზე დატოვება, კიდევ ერთი პასი აქ ნამდვილად უკვე რაღაც სხვა galaktika იქნებოდა. თემო რა აღარ უყურებ, ბიჭო? მაშინ ჩემთან მაინც ამოდი, ძმაო. ნუგო რაღაცებს კაცობს. თავარი არის აქ, რომ ბიჭებმა კონცენტრაცია არ დაკარგონ. ანუ galaktikos-სანაც ესე კარგად მიყვავდა თამაში და უცებ რაღაც მომენტში ყველამ დაიკიდა და აირივნენ და აი თავარია რომ აქ კონცენტრაცია არ დაუკარგოთ. ნახოთ აბა თავში თუ არა გვივარდება ვიღაცებს. აქ დაუძახა კახას. და როგორც ჩანს ტყუილა და არა კახა, ზუსტად კახა იყო ის, ვინც ბურთით იყო ახლა, მაგრამ კიდე დაიკარგა ბურთით და წავართვით აქ ძალიან სიმრავლეა, ვნახოთ რა ხდება. თოკოს შეუძლია დარტყმა. წაიღო და ვსიო, სივრცეშია, ბექამ ჩაურბინა. თუმცა თოკო მარტო გააკეთა ჩაწოდება, არც ისე ცუდი იყო. ყავდა აქეთ ბიჭები და ბოლომდე იბრძვის დევნოზა. ნუგო ვნახოთ თუ გააყოლებს. ისევ იგივე კომბინაცია ნუგომ გააყოლა. ლუკა გავიდა ფლანგზე, შევიდა საჯარიმოში, პასიც გააკეთა. თუმცა რა ვიცი, მშვენიერი თამაშია, მშვენიერი ჯერჯერობით მომწონს. მინდა გითხრათ, აი მართლა არ მინდა ყვირილი. ერთხელაც კი არ შემიკავებია თავი, ალბათ გიგამ დროზე ჩაურბინა, ნახეთ, აი კუთხურზეც კი ცოცხლები ვართ, ანუ იმათი უყურადღებობით აქეთ ვისარგებლეთ. როდესაც პირიქით ჩვენი უყურადღებობით სარგებლობდნენ ხოლმე და ნუგოს ინდივიდუალურ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით რა. რომელიც ინდივიდუალური შეცდომაა ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე და აქ სხვას ვერაფერს ვერ ტვეხარ. ადამიანი თავის საუკეთესო ვარიანტს ცდილობს და რაც გამოსდის ეგ არის უბრალოდ. ნუგომ შეირბინა, ნახოთ დატოვებს თუ არა. ისევ ფიზიკურ ფორმაზე მივერდით. ნუგო იმედია, ცუდად არ გამიგებ, როდესაც ამ ვიდეოს ნახავ და ეს დამატებითი мотиваცია იქნება შენთვის, რომ ტექნიკა აწიო და ესეთი რაღაც შეცდომები, რომლებიც უშუალოდ უწყინარ სიტუაციებშია, აღარ დაგემართება. თუმცა მონდომება ნამდვილად გეტყობა და არც ართულებ ზედმეტად და არაფერს არ იგორებ, მომწონს ეს. ლევანი, ვიცით რომ დატოვებს ბურთს აუცილებლად და გიგამ რა პასი შეაწვინა თოკო ცოტა არ იყოს და აებლანდა ბურთი ფეხებში. თავიც არ აუწევია, იქ გელაშაც ყავდა კრაიზე გახსნილი, თუმცა ნახოთ ახლა აქ არ იყო კომუნიკაცია და ბექამ მარტივად ითამაშა. გელაშა მიიღო ბურთი. ორი კაცი მის წინააღმდეგ, სტენკა გაითამაშა ლევანისთან. ლევანია ძალიან კარგია ესეთ რაღაცებში. გაიგდო გელაშამ, შვენიერი პასი გაუკეთა ნუგოს. ნუგო მიჩქარა. კარგია დარტყმა. ვიყავთ ვიღაცა შემშელი იმათ თურმე. ნუგოს მიღების დროც ქონდა, ალბათ ვიდეო ანალიზს რო ნახავს მიხვდება, თუმცა ის დაგორებულზე დარტყმაც ლამაზი იყო. გელაშა სამ შემთხვევაში 10-იანს უწერ. მე მგონი გონს მოეგოდა და ათამაშდა ისევ კომბინაციურად. ანუ შეხედა რომ გუნდი კომბინაციურად თამაშობს და პას თუ გასცემს შეიძლება დაუბრუნდეს. დევნოზა მაგ სხვათა შორის არ მოიგონა. კარტოზამ შევდავნოზა, ნახეთ რა მარტივად შეიძლება ამოსვლა, როცა ბიჭები მარტივად თამაშობენ. კახაც ძალიან კარგი, აქ გიგარი მარტო ბექამ დროზე უნდა გასცეს. გასცა.
გადავედით პოზიციურ შეტევაში, აი ლევანი შერბენზე. ნუ ლევანის როგორც გითხარით, ეს არ არის მისი ძლიერსა ხარე. აქ ქარმა დაუბერა და აქ ჯარიმა მგონი დაჟე ჩვენია. თოკო რა ანგარიშია? თოკო რა ანგარიშია? ერთია? მე ტრავმა მაქვს. შენ რო შემოხვედი წინაზე ვიცოდე გაიტანდი გოლს იმენა რომელ წინაზე? ხასიათი კითხობდი. რომელ წინაზე? ლაზერებს რო გავიტანდი. მე ვიცოდე რომ გაიტანდი და დასაწერი მან ცოტა დროა მოგვეწურა. მე მარტო ხასიათი მაქვს ძმაო, თორე რა ვიცი, ტექნიკა მე არა მაქვს და ის. შენ ხარ სულთან უწან, იმენ სულთან თავის ფალი. ხასიათით კი. ნახოთ ჯარიმა. ალიჩქარო, მიდი. ნახოთ ჯარიმა. ახლოდან გადავიღოთ. კარტოზამ სტენკა დააყენა. ბიჭო, დაიდე. ვარი გამიგუნა ჯარიმა გაიტანა. აბა ვნახოთ კარტოზა. შეიძლება შოთა ამოაგდოს ახლა კარტოზამ. რავის კარგი წოწალეს ესეთი დავტანი. მისცა. ლევანის ეუნება წადიო და ლევანი ვერ წავა. ამიტომ თავის თავზე აიღო და აქ კარგია გელაშა რო აქ თავის თავზე აიღო. ჩააგდო. ოპა! უიმე! ანუ აქ ძალიან კარგი იყო გელაშა. აი ასე რა ბიჭო რა, შეგიძლია რა, ძალიან კარგი გადაწყვეტილება. უცებ გაანალიზა რომ ლევანი ვერ წავდო და თვითონ აიღო თავის თავზე. პასიც გააკეთა. ესეთი გელაშა და არის ის გელაშა, რომელიც ყველას გვიყვარს. ბურთი ჩვენია. რაღაც ხარვეზები გვაქვს, უბრალოდ აი როცა იმათიანი მაღალ ბურთს ურტყავს. თითქოს აი ადვილად გვახტება და სიფათი იქმნება რა. აი აქ ნუგომ უშეცდომოდ უნდა ითამაშოს და თამაშობს კიდევაც კახამაც გასა. კარგია, აი არანელებს რა თამაშს. გიგას აი ნახეთ გელაშას წეღარაც არ შეეშალა, ის შეეშალა გიგას. ვერ მიხვდა რომ ლევანისთვის ეგეთ პასი არ უნდა გაეკეთებინა. გელაშა მიქ სწრაფად გაიაზრა და იმიტომ იმას ხდა. ამას უკვე გუნდის შეთამაშებულობა და ქემისტრი ქვია. ეს ამხანაგურა ალბათ მეორედ ესეთ პას აღარ გაუკეთებს, იმიტომ რომ მიხვდა რომ ლევანის მოკლე პასით უნდა ეთამაშო, ანუ მისე და გაიხსნა და ლევანი აუცილებლად დაგიბრუნებს შენ მიერ გაცემულ პასს, იმიტომ რომ ლევანისთვის ბურთი აუტიდან არ არის თამაშგარე, მოგეხსენებათ მოკლეზე გაიხსნა თორნიკე და კარგი დაინახა. აბა ვნახოთ ლუკარას მოიფიქრებს. აქ ბევრნაირად შეუძლია გაგრძელება, ნუგო დააიგნორა. ვის ჩაუწოდა ბრმად? ნუ აქ ხელებს შლის, მაგრამ ეს ნუგოც ყავდა. ნუგო რაღაცებს ეს გესავება იქ ჩუმა დეუნება. ალბათ უნდა მოგეცავ და ვეთანხმები რომ ამ შემთხვევაში ჯობდა მიეცან, მაშინ გამიზნული პასი გაეკეთებინა. აქ მარცხენა შემტევი გვაკლია, რომელიც თოკოა და გადმოვიდა. აი ნუგომ გადააზღვია. ნუგომ დაგვიბრუნა ბურთი. შეტრიალდა. კი. ნახეთ ბიჭები რა მარტივად თამაშობენ. აი ცოტა ნუგომ არია, თითქოს ჯერ არ იყო ეს თავისუფლად გასაშვები იქით ფლანგზე. შეეძლო, მაგრამ ეგ რაღაცა ნახევარ შეცდომა იყო, შეცდომაც არ იყო. ლუკამ გაარღვია კიდე ეს ფლანგი. აი აქ უკვე დავტოდათ, ეს თოკოს მარჯვნიდან დასარტყმელია. არა, ძალიან. არა, ოფსაიდი, არა, ჩარჩენილი იყო. აუ, ლუკამ სანამ მარცხენაზე გაისწორა, ნუგო აქ პირველი იქნება ბურთზე. ნუგო, shit! რა დრიბლინგი და ეთყობა ასეთ დრიბლინგის მერე თავი ყველაზე მაგარი გროკი ეგონა და გადაწყვიტა რომ იმ პასსაც გავაკეთებოდა. აქ დევნოზა ჩაერთო საქმეში. აუ დევნოზ. დაარტყი რა. საღოლ ჩემი. წადი რა თავდასხმაში ძმაო. აი ეს ყვირილი არ იყო, ეს ის იყო.
ეს შექება იყო. მაგრამ რაღაცნაირი ისეთი მომენტი ჰქონდა, საუცხო, რამდენი რაღაც მოხდა. ბექას პირველი შეხება, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი კარისკენ გაუშვა ბურთი. მორჩა პირველი ტაიმი. თემოარი ცუდ ხასიათზე. ბარსელონა აგებს მე მგონი, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ ბარსელონა კამბექს დადებს და მოიგებს. იმიტომ რომ ფინალში ბარსელონა არსენალს უნდა შეხვდეს. გადავუღოთ თემოს. აი ესაა კაცი, არ ეთყობა ადამიანს დეპრესია. რომ კაცებს დეპრესია არ აქვთ. და ფეხბურთი უფასო და ყველაზე მარტივი ანტიდეპრესანტი. შეხედეთ როგორ მოიმატა მისი თამაშის ხარისხმა, როდესაც მის საყვარელი გუნდი აგებს. სწორედ ესაა მთელი ფეხბურთის სილამაზე. რა მარტო სულია. ხვდებით ხო? სწორედ ასეთ დროს გამოჩნდებიან ნამდვილი მეგობრები. ვინ არის ის? ამას შემდეგ სერიაში გავიგებთ.